მოგესალმებით, ვისაც გიყვართ შრომა და ასევე ვინც ფიქრობთ, რომ ბიოლოგიის ტესტში ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აიღოთ მაღალი ქულა. ფიქრობ, რომ ყოველდღიურად თუ ვერა, რეგულარულად მაინც გავარჩიო ის შეკითხვები, რომლებიც თქვენ შეიძლება ბიოლოგიის ტესტში შეხვდეთ. ახლა რა არის საჭირო თქვენგან? პირველი, რომ აი ეს ბიოლოგიის გვერდი გამოიწეროთ, რომ თვალი ადევნოთ სიახლეებს და უფრო გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა. მეორე, ბიოლოგიის აი ეს ვიდეო გავსწეროთ, რაც შეიძლება ბევრ თქვენ თანატოლს, ასე უფრო მეტი მოვიყრით თავს, ვინც ბიოლოგიით ვაბარებთ და მესამეც კომენტარებში იაქტიუროთ ყოველთვის. ჩვენს ბიოლოგიის გვერდზე იტვირთება ყოველდღიურად შეკითხვები. მე მესმის, რომ ზოგიერთ თქვენგანი უხერხულობს და არ წერს ხოლმე კომენტარებს იმ მოტივით, რომ შეიძლება შეცდომა დაუშვას, თუმცა შეცდომის დაშვებაში ცუდი არაფერია ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ასე თქვენ შეიძლება იცოდეთ თუ რა გეშლებათ, თქვენი ცოდნა გააღრმავოთ და მე საბოლოო ტესტში უკვე შეცდომა აღარ დაუშვათ. მოდი ვნახოთ თუ რა შეკითხვა იყო მოსული ბიოლოგიის ოლიმპიადაზე. უჯრედის რომელ სტრუქტურაში წარიმართება სურათნაჩვენები რეაქციაო? მიტოქონდრიაში, ციტოპლაზმაში თუ ქლოროპლასტშიო და მოცემული არის აი ეს რეაქცია. ბიოლოგიის ოლიმპიადისთვის ეს შეკითხვა ძალიან მარტივია, სირთულე იქნებოდა ალბათ დაახლოებით 10-დან 4 და უფრო რთული შეკითხვის მოტანა შეიძლებოდა იმ ტესტში. მაგრამ მოდი მაინც თქვენი პასუხი დაწერეთ, მე მოგცემთ საშუალებას, რომ 5 წამის განმავლობაში თქვენი პასუხი მოიფიქროთ ასევე დააფიქსიროთ. თუ პასუხი ჯერ არ დაგიწერიათ, ვიდეო დააპაუზეთ, დაწერეთ და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძეთ ყურება. არიაში მაკოთ, მე ვიცი, რომ ეხლა ზოგიერთ თქვენგანს პასუხი არ უწერეთ და მხოლოდ გონებაში იცის პასუხი. კომენტარი აუცილებლად დაწერეთ. თუ თქვენი პასუხი იყო როგორც კომენტარებში, ან ასევე თქვენს გონებაში პრო სამივეო, კი ბატონო, გილოცავთ, პასუხი ნამდვილად სამივეა. აქ მოცემული იყო სწორედ რომ ATP-ის სინთეზი, ჩანდა რომ ადენოზინის დიფოსფატს რო დაემატა ფოსფატი, მივიღეთ ადენოზინის ტრიფოსფატი და გამოიყო ერთი მოლი წყალი. ძალიან გამარტივებული რეაქცია არის აქ ნაჩვენები, რა თქმა უნდა. თქვენ ასევე გახსოვთ ბიოლოგიიდან, რომ ადენოზინის არის ადენინის, რომელიც არის პურინი და ასევე რიბოზის, რომელიც არის პენტოზა, ნაერთი ხო? და საბოლოო ჯამში აქ ჩანს, რომ დაემატა კიდევ ერთი ფოსფატი ამ ადენოზინის დიფოსფატს და მივიღეთ ადენოზინის ტრიფოსფატი. საწარიმართება ეს რეაქცია, რა თქმა უნდა, წარიმართება სამივეგან. თქვენ უკვე ბიოლოგიიდან იცით, რომ ATP-ის სინთეზი ხდება მიტოქონდრიების შიგნითა მემბრანაზე. აი აქ კრისტალების ნაწილში მიიღება ხოლმე ძალიან ბევრი ATP. თქვენ ასევე ნასწავლი გაქვთ, რომ შიგნითა მემბრანაზე მდებარეობს ელექტრონების გადამტანი ჯაჭვი. ეს ჯაჭვი, როცა თქვათ მიტოქონდრიებში კრებსის ციკლში წარმოიქმნება ხოლმე NADH და FADH2, აი მათ წაართმევს პროტონებს და აი ამ პროტონებს დააგროვებს მემბრანათა შორის სივრცეებში. და როცა ისინი დააგროვდებიან აქ საკმარისი დიდი რაოდენობით, მე საბოლოო ჯამში ქმნიან ისინი გრადიენტს და აი ამ გრადიენტის ხარჯზე პროტონები უკვე გაადვილებული დიფუსიით ამოძრავდებიან ATP-ის სინთეზის არხში და წარმოქმნიან საბოლოო ჯამში უკვე ATP-ს. მე უკვე ბიოქიმიაში და ასევე იოსემელის კურსზე ისწავლით, რომ აი ამ ცილებს ძალიან ბევრი სხვადასხვა ნივთიერება შეიძლება აზიანებდეს, მათ შორის ციანიდი, მათ შორის CO, ასევე ზოგიერთ დაავადება უკავშირდება ხოლმე აი ამ ცილების დეფექტებს. მე სიამოვნებით მინდა ეს ყველაფერი მოგიყვეთ, თუმცა ჩვენი ჩარჩოები ამის საშუალებას არ იძლევა. თუმცა თუ თქვენ აბარებთ იოსემელის გამოცდას, მე მაგ კურსზეც, რა თქმა უნდა, ჩემთან გევლდებით, რომ ესენი ჩვენ უფრო სიგნისულად ვისწავლოთ. რა თქმა უნდა, ასევე იცით, რომ ATP წარმოიქმნება გლიკოლისშიც, რომელიც წარიმართება, რა თქმა უნდა, ციტოპლაზმაში. ბიოლოგიის ტესტში თქვენ არ გთხოვენ აი ამ გლიკოლიზის ფერმენტების ცოდნას, ასე რომ შეგიძლია ამაზე არ ინერვიულო. ეს მე უკვე ბიოქიმიაში უნდა ისწავლო. მე როგორც ბიოქიმიის ლექტორი გეტყვი, რომ აქ ATP წარმოიქმნება, რა თქმა უნდა, ორ ადგილას. ერთი ეს არის, როდესაც ვთქვათ, ფოსფოგლიცერატის კინაზა 1,3 ბისფოსფოგლიცერატისგან წარმოქმნის 3 ფოსფოგლიცერატს, აი აქ გამოიყოფა ერთი ATP და მეორე, როდესაც ვთქვათ, პირუად კინაზა ფოსფენოლ პირუადს ართმევს ფოსფატს და მიაერთებს ადენოზინის დიფოსფატზე, აქაც წარმოიქმნება ATP. აი ეს პირუად კინაზა ფოსფენოლ პირუადს გარდაქმნის პირუადად. თქვენ უნდა იცოდეთ ბიოლოგიის ტესტში მხოლოდ ის, რომ ეს რეაქცია არის ანაერობული, რომ ამ რეაქციაში რა თქმა უნდა არ სჭირდება ჟანგბადი, სწორედ ამას ნიშნავს ანაერობულობა და რომ ამ რეაქციის პროდუქტი არის, რა თქმა უნდა, პირუადი და რომ ჩვენ აქ მოგების სახით გვაქვს ორი ATP, მოგების სახით. მე მოდით ჩემ თავს მივცემ უფლებას, რომ ცოტა უფრო მეტიც გითხრა, ოღონდ გამეორდები, რომ ეს ტესტში არ იქნება ბიოლოგიის ტესტში, ისე გიყვებით დამატებითად. როცა თქვათ, აი ერითროციტებში არ არის აი ეს ფერმენტი პირუად კინაზა, ხო? ასე შემთხვევაში ერითროციტებში ATP-ის რაოდენობა მკვეთრად მცირდება. გლიკოლიზი
ამოჟედების ამ ფორმენ ელემენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა ენერგიის, რა თქმა უნდა და როცა ეს ფერმენტი არ იმუშავებს, უკვე ისინი ხდებიან ძალიან რიგიდულები, ანუ ქვასავით მაგრები. რიგიდობა, მე ისწავლე ამას ამ ტერმინს უნივერსიტეტში. როცა ისინი ხდებიან ხოლმე რიგიდულები, მათ ასევე ერχობათ ხოლმე თავიანთი ფორმა, ისინი უკვე მცირე ზომის გამნაზრდების მქონეები ხდებიან, ამას უკვე ქვია ექინოციტები და ესეთ რიგიდულ, ანუ გაქვავებულ ერითროციტებს მე ერენთა ამოიღებს ცირკულაციიდან. თქვენ ბიოლოგიის წრეში უნდა იცოდეთ, რომ ერითროციტების დაშლა ხდება სწორედ რომ ხვიცსა და ერენთაში და ამ დაავადების დროს, რომელსაც ქვია პირველად კინაზის დეფიციტი, ერენთა შეიძლება ადამიანს ჰქონდეს გარდებული, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით უწევს აი ერითროციტების ცირკულაციიდან ამოღება. ანუ აი ამ პაციენტს უვითარდებათ ქრონიკული ჰემოლიზური ანემია. მე ხა რაც მოვყევი, მე განმეორდები რომ ესენი ბიოლოგიის სტეჟში არ იქნება, რახან ჩვენ ხა არ ვართ ბიოლოგიის საკუთრებაზე, ამიტომ მე ჩემ თავს ვაძლევ უფლებას რომ ეს რაღაცები დამატებითად ექსტრად გითხრა. და ასევე უნდა იცოდეთ რომ რა თქმა უნდა ატებ მიიღება ასევე ქლოროპლასტებშიც, იქ თქვენ ისწავლით სინათლის ფაზას, ქლოროპლასტებში, თილაკოიდებში, როგორც კი თქვა დაეცემა სინათლის სხივი მათ, ფოტოსისტემა მეორე გააქტიურდება, საბოლოო ჯამში ასევე დაიწყება წყლის დაშლაც, ანუ ფოტოლიზიც, იმავდროულად დაიწყება ხოლმე პროტონების უკვე გადაადგილება საბოლოო ჯამში უკვე თილაკოიდების სანათურისკენ და როდესაც ისინი დაგროვდებიან საკმაოდ დიდი რაოდენობით, მე უკვე ამოძრავდებიან ატეებს სინთეზის არხში და აქაც წარმოიქმნება რა თქმა უნდა ატეები. მე განმეორდები რომ ეს რეაქცია თქვენ ბიოლოგიის სტეჟში ეს ზედმიწევრით რა თქმა უნდა არ გჭირდებათ და არც კითხავენ, აქ ფოტოსისტემა, მეორე ფოტოსისტემა პირველი რა შვება, ან ეს თქვათ რომელ ეტაპზე თქვათ რომელი კომპლექსი მონაწილეობს, არც ამის თქმა არ არის აუცილებელი, ბიოლოგიის გამოცდაზე ესენი არ იქნება, თუმცა თქვენ უნდა იცოდეთ რომ სინათლის ფაზაში რა თქმა უნდა მიიღება ატეები, ეს წარიმართება სწორედ რომ თილაკოიდებში, აქ ასევე უნდა იცოდეთ რომ მიიღება რა თქმა უნდა ჟანგბადი, სწორედ და ეს ჟანგბადი სწორედ რომ მიიღება წყლისგან და სწორედ ეს წყალი არის დონორი, როგორც პროტონებისა, ასევე იმ ელექტრონებისა, რომელიც წაერთვა ფოტოსისტემა მეორეს სინათლის სხივის მოხვედრის შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ გამარტივებული სახით, რომ ატეები წარმოიქმნება როგორც მიტოქონდრიებში, ასევე წარმოიქმნება ციტოპლაზმაში და ასევე წარმოიქმნება ქლოროპლასტებში. მე რაც მოგიყევი რაღაცები იყო რიგ გარეშე ინფორმაციები, მათ თვითონ თქვენ ტესტში არ მოგეთხოვებათ, უბრალოდ მე მივცემ ჩემ თავს იმის უფლებას, რომ ეს რაღაცები ხშირად მოგიყვეთ ხოლმე, ჩვენ არ ვართ ბიოლოგიის გამოცდაზე ახლა ამ ეტაპზე, მაგრამ ეს უფრო საინტერესო ხდის ბიოლოგიას. მადლი დაგჭირებით თუ ამ ვიდეოს პირველ რიგში გავუზიარებთ სხვებსაც, ასე უფრო მეტი მიქნებით აი ამ ბიოლოგიის გვერდზე და უფრო მეტ რიგ გარეშე, კლას გარეშე ინფორმაციებსაც გავიგებთ. ასევე თვალი მიადევენ თუ რა იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ანუ სად მიიღებოდა ატეები, ამის დამახსოვრება თქვენს ძალიან მნიშვნელოვანია. და მე მესამეც კომენტარებში ხოლოდ სიაქტიურეთ და თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს. მადლობთ თუ ეს ვიდეო თქვენთვის საინტერესო იყო. შეკითხვა მართალი მარტივი იყო, თუმცა წინ ჩვენ გვექნება ბევრი ცოტა უფრო რთული შეკითხვებიც გასარჩევი, ასე რომ იქაც უნდა იაქტიუროთ. მადლობა და აბადროებით.